ღონისძიებების ორგანიზების კომპანია Incendio Events, რომელიც ბაზარზე მიმდინარე წლის დასაწყისში გამოჩნდა, წლის ბოლომდე ფიზიკური სივრცის გახსნას გეგმავს. Როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ქეთევან სიხარულიძე BMG-თან აცხადებს, ახალი სივრცე თბილისთან ახლოს დაახლოებით 4 კილომეტრის დაშორებით განთავსდება და იქნება მულტიფუნქციური, რაც საშუალებას მისცემს გუნდს სივრცეს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე მოარგოს. მისივე ინფორმაციით, პროექტის განხორციელება დაახლოებით $200,000 ინვესტიციით მოხდება. ის ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში კომპანია გეგმავს მულტისენსორული გამოცდილებების შექმნას, რაც გულისხმობს იმ გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ღონისძიებებთან ახლავს ხმის, სურნელის ფაქტორისა და შეგრძნებების კომბინაცია. ეს კი სტუმრებისთვის უფრო ემოციურ და დასამახსოვრებელ გამოცდილებას შექმნის. რაჭაში მდებარე გასტროტურისტული სივრცე ჭრებალოს მარანი 2025 წლის ტურისტულ სეზონს წარმატებულად აფასებს. როგორც ობიექტის თანადამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა BMG TV-ს გადაცემაში ქალების ნარატივი აღნიშნა, მიმდინარე სეზონზე რაჭაში განსაკუთრებით მაღალი სტუმრიანობა იყო, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტების მხრიდან. ის ამბობს, რომ ვიზიტორების უმრავლესობას ადგილობრივი ქართველი სტუმრები წარმოადგენდნენ, რომლებიც ხარჯვის მხრივ გამორჩეულად აქტიურები არიან. ქართველი სტუმარი მაღალი ხარჯვის უნარით გამოირჩევა რაჭაში ნამდვილად. ეს არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ რეგიონში სხვა ობიექტებშიც შესამჩნევია, ამბობს ის BMG-თან. ლეკიშვილის შეფასებითვე, იაპონელი და ევროპელი სტუმრები მაღალი ხარჯვის უნარით გამოირჩევიან, თუმცა მაინც ქართველები რჩებიან ყველაზე აქტიურ მომხმარებლებად. მარონ პასტრის იტალიური საკონდიტრო ნედლეულის რეალიზაციის მიმართულებას ავითარებს. როგორც BMG-თან ინტერვიუში საკონდიტროს დამფუძნებელმა და კონდიტერმა დავით გორგოშიძემ განაცხადა, მათ წარმოებაში იტალიური მანსილის ნედლეულის, მათ შორის ნაღების, რძის, შოკოლადის, კარამელის და სხვა ნაწარმის გამოყენება დაიწყეს. პარალელურად კი ამ იტალიური კომპანიის წარმომადგენლად იქცნენ საქართველოში და მათი ნედლეულის რეალიზაციასაც ახდენენ. მისივე თქმით, ახალი ბიზნეს მიმართულების განვითარებაზე უკვე 2 წელზე მეტია მუშაობენ და ინვესტიციის მოცულობა $2 მილიონი. ნოემბერში გეგმავენ იტალიელი პარტნიორების და მათი შეფების ჩამოყვანას, რომლებიც თავად მოწყობენ დემონსტრაციას იმის თუ რა შეიძლება გაკეთდეს მანსინელის ნედლეულით. თბილისში წელს შემოწმებული 327 სილამაზის სალონიდან 138-ში გამოვლინდა სანიტარული ნორმების შეუსრულებლობა. ამის შესახებ ინფორმაცია BMG თბილისის მერიიდან გამოითხოვა, რომლის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის კომპეტენციაში შედის სილამაზის სალონების შემოწმება. როგორც უწყების მიერ მოწოდებული სტატისტიკიდან ირკვევა, მიმდინარე წელს იანვრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით 134 სილამაზის სალონი ხელახლა გადამოწმდა. ჯარიმა არც ერთ შემთხვევაში არ გამოწერილა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ გადამოწმების შემდეგ ყველა მათგანს შესაბამისი ნორმები უკვე დაკმაყოფილებული ჰქონდა.